სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე კი ივარიშვილის პარლამენტის თავმჯდომარეს უჩივის პოლიტპატიმარის სტუდენტი შალვა პაპუაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივის. მიზეზი ოლიგარქის პარლამენტის სპიკერის განცხადება, როდესაც მან ზვიად ცეცხლაძეს უწოდა ტერორისტი, გემახსოვრებად. სარჩელის შვილის სახელით სასამართლოში ზურა ცეცხლაძემ შეიტანა. სინდისის პატიმარი ციხიდან გამოგზავნილი წერილით არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს განხილვაში პირადად მიიღოს მონაწილეობა. ზვიად ცეცხლაძის ტერორისტად მოხსენიების შემდგომ შალვა პაპუაშვილმა იმართლა თავი და თქვა, რომ ეს მისი პოლიტიკური შეფასება. ზვიად ცეცხლაძეა ჩვენთან. პოლიტპატიმარ ზურაბ ცეცხლაძეა ჩვენთან პოლიტპატიმარ. ზვიად ცეცხლაძის მამა ფაქტობრივად ზვიადია, აქ ზვიადის წერილზეც უნდა ვილაპარაკოთ. ხო, სარჩელი პაპუაშვილის წინააღმდეგ, როცა უნდა პოლიტიკური განცხადება, როცა უნდა ბრალდება, ტერორისტად გამოცხადება, არ არის, ასე ვთქვათ, იოლი ამბავი, აპირებთ, რომ სასამართლოში დაიცვათ ზვიადის ღირსება. დიახ. მოგახსენებთ, ზვიადმა ერთხელ ხუმრობით თქვა, რომ პირველადო აქციაზეო საკუთარ დაანონსებულ აქციაზე ვიყავიო და ეხლა პირველადაც სასამართლოში სასამართლო პრაქტიკა საკუთარი საქმით დაიწყო, ჯერ სისხლის სამართლის საქმით და ეხლა სამოქალაქო საქმით. ეს ისეთი გადახვევა რომ ვთქვათ. ანუ სარჩელის მოსარჩელი არის თვითონ ზვიად ცეცხლაძე. მე ვარ მისი წარმომადგენელი მხოლოდ. სარჩელის მომზადებაშიც 80% თვითონ მიიღო მონაწილეობა, ფაქტობრივი გარემოები, სამართლებრივი საფუძვლები, ყველაფერი. მოკლედ მე ვარ მხოლოდ მისი წარმომადგენელი და ციხიდან ვეხმარები იმისათვის, რომ თავისი ღირსება დაიცვას. გუშინ ხელი მოაწერა ამ სარჩელს და ასეთი რაღაცა თქვა კიდე, რომელიც ძალიან მენიშნა, რომ ესე იგი ადამიანის ღირსება უპირატესია ვიდრე სიცოცხლეო. იმდენად რამდენადაც სიცოცხლე ხანმოკლეა და დროებითია და ღირსება არის მარადიულიო და აი ასეთ ადამიანზეა საუბარი, რომლის ღირსებაც შელახა ფაქტობრივად რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარემ. მე მაშინაც ვთქვი, რომ ასე უაპელაციოდ ადამიანზე რაღაცის დაბრალება ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი ნებისმიერისგან და მით უფრო როცა ძალაუფლებაში ხარ და საკუთარი თავი პარლამენტის თავმჯდომარე გგონია. მერე კი იმართლა თავი და თქვა, რომ ანუ ეს იყო პოლიტიკური განცხადება, რომ ეს არის პოლიტიკური ტერმინი და ასე შემდეგ. თუმცა მე შევახსენებ, შემდგომში ელისაშვილთან დაკავშირებით მან დაახლოებით ასეთი განცხადება გააკეთა, როცა ლელოს მიუთითა, რომ გაემიჯნეთ და განცხადება გააკეთეთო ელისაშვილთან მიმართებაში და იმათ სათანადოდ უპასუხეს და შემდეგ პაპუაშვილის პასუხი იყო ასეთი, რომ ტერორიზმიო ისეთი ძიმე საერთაშორისო დანაშაულია, რომ ის პოლიტიკურ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარებაო. ზვიადის შემთხვევაში თუ პოლიტიკური ინტერპრეტაცია იყო და ეს პოლიტიკური განაცხადი იყო, ელისაშვილის შემთხვევაში თურმე არ ექვემდებარება. ანუ ეს ადამიანი, მისი მიზანიც ხომ სწორედ ის იყო, ანუ რა იყო მისი მიზანი, რომ ზვიადი ტერორისტად წარმოეჩინა საზოგადოებისათვის. ეს პოლიტიკური განცხადება კი არ იყო, ანუ ზვიადი, რომელმაც ფაქტობრივად თავისი სიცოცხლე ჯანმრთელობა დროებით ის თავისუფლებაც შესწირა იმას, რომ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი არ დაეკარგა და აღმოჩნდა ციხეში, ამ ადამიანს უწოდებს ტერორისტს და მიზანი რა არის, რომ რეალურად საზოგადოებას წარმოუჩინოს ტერორისტი, იმიტომ რომ ტერორიზმის მუხლით არ დაუსჯიათ, არ გაუსამართლებიათ, მაგრამ ამას სხვა მიზანი აქვს და ამას რა მოყვა, იცით, 50 ფურცელი კომენტარები მოყვა, მე როგორი ფაშისტია, როგორი საზიზღარია, რომ მამამისის ფაშისტი, ანუ განადგურება დედის გინება, შეურაცხყოფა, ლაფის თავზე დასხმა, აბსოლუტურად როლების საქმით დაკავდა ფაქტობრივად. აი, ფაქტობრივად ისეთი ბულინგი წავიდა ამ 20 წლის ბიჭის, რომელიც ციხეშია და ნახეთ რა არათანაბარ მდგომარეობაშია 20 წლის ბიჭი ციხეში და საქართველოს ძალაუფლებაში მყოფილი მეორე პირი, რომელიც ასეთ უპასუხისმგებლო და თამამად შემიძლია თქვა ასეთ უსინდისო განცხადებას აკეთებს. დღეს ჩვენ სარჩელი შევიტანეთ, მე იმის მოლოდინიც მქონდა, რომ კანცელარიას არ დაერეგისტრირებინა და რაღაც პრობლემა შეექმნა, მაგრამ ეს ეტაპი გავიარეთ. შემდეგი არის წარმოებაში მიღების ეტაპი, 5 დღეში ვნახავთ რას გვეტყვიან. მე ვფიქრობ, რომ გონიერება ეყოფათ, რომ მინიმუმ წარმოებაში მაინც მიიღონ და არსებითი განხილვაში შევიდეს და მე ვნახოთ რა იქნება, თუმცა ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ჩვენ რა განცხადებაც გავაკეთეთ, რომ ამაზე აუცილებლად ვუჩივლებდით და მას მოუწევს ბოდიშის მოხდა და იმ სიტყვების უკან წაღება ამ მათი ხელისუფლების პირობებში თუ არა, სხვა აუცილებლად მოვა სხვა ხელისუფლება, მოვა სიახლეები და იმ ხელისუფლების დროსაც არავის არ მივცემთ უფლებას ღირსება შეგვილახოს, შეიძლება სიცოცხლე წაგვართვან, ოღონდ ჩვენ
ზვიადს და ჩვენს ოჯახს ასეთ შეურაცხყოფას ვერავის ვერ ვაპატიებთ, არ ვიცი ის რაც არ უნდა დიდი პიროვნება იყოს იერარქიის მიხედვით სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მტყვანს და მართალს მათი უსამართლო მურუსიძის მკვდარი მართლმსაჯულების პირობებშიც ვფიქრობ ცივილიზებულად ვიპაექროთ ბატონო მობრძანდეს პროცესზე და ამტკიცოს მისი ის რომ რეალურად მართლა ტერორისტია ზვიადი და მე დაუმტკიცებ მას რომ ზვიადი ტერორისტი კი არ არის, ზვიადი ამ ქვეყანაზე შეყვარებული ახალგაზრდაა, რომელიც თავის ბრძოლას ადრე თუ გვიან აუცილებლად ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს და ამ ქვეყანას მან და მისი თაობის ახალგაზრდობა აუცილებლად ევროკავშირის რელსებზე დააყენებს ჩვენ სამშობლოს. ხო, სიმბოლურია, არ ამგონია რომ შალვა პაპუაშვილმა გაბედოს ამ სასამართლოში, მურუსიძის სასამართლოშიც მოსვლაც კი არ მოვა დიდი ალბათობით, მაგრამ თავისთავად სიმბოლურია ეს არჩელი ძალიან ის მას უანონსებს რომ შესაძლოა კიდევ ბევრი რამის გამო სამომავლოდ კონდეთ მასთან სამართლებრივი პრეტენზია. არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ხალხს Facebook პოსტების გამო იბარებდა სასამართლოში და იქ პრობლემად უთვლიდნენ ღიმილს, ანუ დაჰაჰავების, ასე ვთქვათ, სმაილს გასაგებად რომ ვთქვა, ეს იყო ადამიანების დაჯარიმების საფუძველი 5000 ლარზეა საუბარი, არ გეგონოთ ცოტაზე. შესაბამისად, კარგი პრაქტიკაა ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რეჟიმი ანგარიშვალდებული არ იქნება მანამ, ვიდრე ამ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი სასამართლო. ამ კონტექსტში რას გეუბნება თქვენ 20 ივნისზე მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის დიდ პალატაში, გუშინ ბევრჯერ გავიმეორეთ ეს ფრაზა, რომ სამართალი შესაძლოა დადის ურმით, მაგრამ ის მაინც დადის. დიახ, მოგახსენებთ, ვიდრე პასუხს გავცემ ამ კითხვას, ძალიან ვაჟკაცური საქციელი იქნება მისთვის, რომ არათანაბარ პირობებში ვართ და მინიმუმ მოვიდეს, ისე უფრო ვაჟკაცური იქნება უფლებამოსილება რომ შეიჩეროს და თანაბარ პირობებში ვიბრძოლოთ ცივილიზებულად სასამართლოში, რისიც გამკეთებელიც ნამდვილად არ არის, უბრალოდ ეს უნდა ითქვას ასე და ამიტომ განვაცხადე. რაც შეეხება იმას, რომ სამართალი ადრე თუ გვიან მაინც მოდის, ხანდახან ურმით მოდის, ხანდახან სწრაფად მოდის. ხო, არის შემთხვევები, აი მაგალითად ბაჩო ქაჯაიას შემთხვევაში სტრასბურგმა უცბად მიიღო წარმოებაში და შეიძლება ძალიან მალე დადგეს. ანუ ვერავინ ვერ იტყვის რომ მაინც და მაინც 6 წლის მერე ან 10 აქ ჩაგეჭრებით ბოდიშვიხტი, ესე იგი რამდენ ადამიანს აქვს შანსი და რა ტვირთად დააწყვება ეს სახელმწიფოს რომ ეს უსამართლო ჯარიმები რომ არიგა და არიგა ხალხს 300,000 და 500,000 ლარამდე აქვს ეს ჯარიმები ასული და ხო ბაჩო ქაჯაიას არჩელი მიიღო სტრასბურგმა დაირღვა ადამიანის უფლებები ამ ნაწილში და ეს გასაჩივრებულია სტრასბურგის სასამართლოში. ვნახოთ რამდენად მალე იქნება ეს გადაწყვეტილება. ამ ფონზე რომ აი აბსოლუტურად რეალურია ის, რომ ეს მოვლენების და ყველა მოვლენებით, რაც ამ რეჟიმმა ამ ქვეყანაში დაატრიალა, აუცილებლად ძალიან მალე მოვიდეს ის მოცემულობა, რომ პასუხისგებლობის წინაშე დადგენ ესენ. მე არც ერთი საკითხის ისე უყურადღებოდ გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებ. 275,000 ლარის ჯარიმები გვაქვს ჩვენს ოჯახს. მე და ჩემს მეუღლეს აუცილებლად სტრასბურგში უნდა გავასაჩივრო, ჩემი პატიმრობის, უკანონო პატიმრობის საკითხი ადმინისტრაციული აუცილებლად სტრასბურგში უნდა საჩივრო ამ საკითხზე რომელიც დღეს შევიტანე თუ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას აუცილებლად სტრასბურგში და ზვიადის საქმეზე თავისთავად სიცხის სამართლის საქმეზე როგორც კი აპელაცია დასრულდება ეს საქმე წავა სტრასბურგში. ყველას მოუწოდებ აბსოლუტურად ყველას. არავინ არ გაატაროს არც ერთი საქმე. უამრავი ადმინისტრაციული პატიმრობებია, ზოგს 3 და ზოგს 5 აქვს. 3-ვე და 5-ვე უნდა გაუსაჩივრონ. მაქსიმალურად ამათ ვერ უნდა იგზნონ თავი უსაფრთხოდ. დღეს თუ პირობითად გრძნობენ თავს უსაფრთხოდ სამომავლოდ მაინც უნდა ფიქრობდნენ რომ სადღაც წამოეწევა სტრასბურგის სასამართლო იქნება თუ სხვა მართლმსაჯულება თუ ღმერთის თუ ადამიანის სამართალი აუცილებლად მოვა ის დრო რომ პასუხისგება მოუწევთ და ამ შემთხვევაში რაც შესაძლებელია გაკეთდეს ეს არის მაქსიმალურად ყველა მათი უკანონობა გასაჩივრდეს სასამართლოში, ყველა მათი მავნებლური და მოღალატური კანონები გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს უსამართლო სასამართლოს ყველა ინსტანცია უნდა მოვიაროთ და მე
საერთაშორისო სასამართლოში უნდა წავიღოთ ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, ეს დიდ პრობლემას შეუქმნის ამათ და დიდი იმედი არ მაქვს, რომ რამეზე დააფიქროს და პირობითად რაღაც სხვა გადაწყვეტილებებისკენ მივიდნენ, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, იმდენად რამდენადაც ისინი არ ერიდებიან არაფერს, ისინი არ ერიდებიან მოღალატურ, მავნებლურ და აი ქვეყნისათვის დამაქცევარ საქციელს, ქმედებას, კანონებს, აქედან გამომდინარე, ჩვენც მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ, რომ დაუპირისპირდეთ მედგრად, დაუპირისპირდეთ პრინციპულად, ჯიუტად და ჩვენი საქმეც გავაკეთოთ. შიგნითაც, როგორც აქციებით, სამი მიმართულებაა და სამივე მიმართულებით მაგრად უნდა ვიბრძოლოთ. ერთი რომ ქუჩაში მტკიცეთ და ჯიუტად უნდა ვიჯდეთ, მეორე რომ პროპაგანდის თვალსაზრისით რეგიონებში უნდა გავიდეთ და გაზეთები იქნება, პირადი საუბრები იქნება, ვიდეო რგოლები იქნება, უნდა გავაცნობიეროთ მთელი სახელმწიფო და მესამე ამ უსამართლო სასამართლოში სამართლებრივი დავები მაქსიმალურად ბევრი უნდა შევყაროთ და საქმე უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე. ამათ დასასრულამდე. ეს არის ლოგიკური დასასრული.